და გადმოვინაცვლებ სტუდიაში ამ შემთხვევაში ოდნავ განსხვავებულ თემებზე მოგვიწევს საუბარი, თუმცა თავში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე, იმ სტრუქტურაზე, რგოლზე, ინსტიტუტზე, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენულ ატრიბუტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს არის ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახური, საგარეო დაზვერვის პოლიტიკა ზოგადად. ამ მხრივ სერიოზული კითხვები გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში ლილუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ, როდესაც ახალდანიშნული ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა ბატონი ბერაია, რომელიც საგარეო დაზვერვის უფროსია და განმარტებები არ მოყოლია ამას, რა ხდება საგარეო დაზვერვაში. ამან გააჩინა ბევრი ეჭვებიც, ეჭვებთან ერთად არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომელზეც ვისაუბრებ, მათ შორის ჩვენს სტუმართან ბატონ შალვა ლომიძე, რომელიც საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსია, 21 წლებში ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს, ამ სისტემაში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დღეს GeoCase-ის მრჩეველია დაზვერვის საკითხებში. ბატონ შალვა, მადლობა. სტუდიაში სტუმრობისთვის. ბატონ შალვა, დავიწყოთ თავისთავად, პირველ რიგში ყველას გვაინტერესებს თქვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, რა ბედიელის აი ამ მომენტში საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურს. დავაზუსტებ საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ანუ საგარეოს კომპონენტი გარკვეული რეფორმის შედეგად ამოღებული იქნა. დღეის მდგომარეობით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური გამختارიყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი შემადგენელი დეპარტამენტი. ამ მიმართულებით ჩატარდა რამოდენიმე სამუშაო შეხვედრა, ეს მიზნად ისახავდა ორგანიზაციული, ტექნიკური, სტრუქტურული, საკადრო, ფინანსური და სხვა სპეციფიურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას და დაიწყო სამზადისი, რათა მათ შორის სამართლებრივ ნაწილში იქნა გატარებული გარკვეული ტიპის კონსულტაცია, რათა ეს სამსახური გამختارიყო და შესულიყო სახელმწიფო სუსის შემადგენლობაში, როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ერთ-ერთი დეპარტამენტი. დღეის მდგომარეობით კონკრეტულად ამ მოცემულობაში ეს საკითხი ასე ვთქვათ მეორე პლანზეა გადაწეული, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო გასულ კვირას მოგეხსენებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარდა რიგი საკადრო ცვლილებები და საკითხი ასე ვთქვათ მეორე პლანზე გადაიწია, თუმცა საყურადღებო გარემოება ის ფაქტი, ის მომენტი, რომ დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც დღეის მდგომარეობით დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველ მოადგილედ და ასრულებს ამ ფუნქციას და უფლებამოვალეობას, ხოლო დაზვერვის სამსახურს კონკრეტულად ამ მომენტში არ ყავს ხელმძღვანელი, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. ეს გარემოება ასევე არის დამატებითი კომპონენტი, რათა ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დაზვერვის სამსახურის ინტეგრირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის სტატუსით ან რა ტიპის ფორმაციით მოხდება ეს მიერთება, თუმცა არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით ადვილად დასაშვებია, რომ ეს იყოს ერთ-ერთი დეპარტამენტი, რომელიც განახორციელებს ვის უფლებებსა და მოვალეობებს. იმისთვის, რომ შევაფასოთ, განსაკუთრებით თქვენი ცოდნისა და საექსპერტო დონეზე ბოლოს და ბოლოს ხელმძღვანელობდით ამ სამსახურს. კარგი იქნება თუ ცუდი ეს ყველაფერი. მოდით ჩვენი ტელემაყურებლისთვის გასაგებად ახსნათ, რა როლი აქვს დაზვერვის სამსახურს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში, ქვეყნის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნაში, ისეთი ტიპის ქვეყნისა, როგორც არის განსაკუთრებით საქართველო, თავის მოცულობით მცირე შესაძლებლობების, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რა როლს თამაშობდა საერთოდ ჩვენი დასავლელი მეგობრებთან თანამშრომლობის ფაქტორი ამ პროცესში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის კონტექსტი, როცა ახლა გვაქვს გაზვიადება არ ჭირდება, აგერ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მომუშავე ადამიანმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე ელჩები უსაქმოდ არიანო. ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან რთული მდგომარეობა, როგორც მინიმუმ ფაქტობრივი გარემოება ასეთი, მთავარი პროკურორი ქვეყნის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არიან დასანქცირებულები. რა მნიშვნელობა აქვს დაზვერვის სამსახურს? დაზვერვის სამსახური არის ერთ-ერთი საკვანძო ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. მისი ძირითადი ამოცანა არის ქვეყნის გარედან, საზღვარგარეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, შეფასება, პოლიტიკური ხელმძღვანელობის და სხვა სახელმწიფო უწყებების, ვისი კომპეტენციაც არის ამ ინფორმაციაზე რეაგირება, ინფორმირება,
შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმა, განხორციელება და მისი სისრულეში მოყვანა. დაზვერვის ორგანიზაცია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს მწირე რესურსები საკუთარი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებად, მისი სტრატეგიული ხედვა განვლილი წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში იყო ევროინტეგრაციის გზაზე დასავლეთ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის აწყობა. მათთან ეფექტიანი, ნდობაზე დამყარებული და საფუძვლიანი თანამშრომლობის პლატფორმების შექმნა, მისი განვითარება და ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ორგანიზაციისათვის, რათა დასავლელი მეგობრები პარტნიორების მეშვეობით წინ სწრებად ქონოდა სრულყოფილი ინფორმაცია იმ საკითხებზე, გამოწვევებზე, გარემოებებზე, რომლებიც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების. ბატონო, რამდენად გვენდობოდნენ ამ წლებში? ანუ ეს ნდობა ჩამოყალიბდა, შეიქმნა, ანუ მარტო ჩვენგან ელოდნენ რაღაცას ამ შემთხვევაში თუ აი როგორ იყო პროპორცია ზოგადად? ძალიან რთული ახლა ამის თქმა 20-80-ზე 50-50-ზე, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბრიტანულ, ფრანგულ, გერმანულ, შეერთებული შტატების საგარეო დაზვერვის სამსახურებთან ურთიერთობა თუ მათთვის? მე არ მეპარება რომ მათთვისაც საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა სივრცეები, რაღაცა სფეროები, ქვეყნები და ასე შემდეგ, სადაც ქართულ სადაზვერვო პოტენციალსაც შეუძლია მათთვის შეუცვლელი როლის თამაში, მაგრამ მაინც აი როგორია ეს პროპორცია? დღეს არის ძალიან მოდაში, ეგერ გამოვიდა კალაძე და თქვა რომ 6 მილიარდს რო გვამადლიანო, 6 კი არაო, რასაც ჩვენ უკეთებდით მათთვისო, უფრო მეტი მილიარდები გვჭირდებაო რა და ვის ვინ უფრო ჭირდება ამბავი როგორ ახსნა თქვენ სფეროში? ჩემი წარსული გამოცდილები ჩემი დანამდვილებით გითხრათ, რომ დობის ფაქტორი დასავლურ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებსა და ჩვენს დაზვერვის სამსახურს შორის იყო უმაღლეს დონეზე. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონში ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტები, ჩვენი დაზვერვის სამსახურის ექსპერტები აკეთებდნენ საუკეთესო შეფასებებს იმ რისკებისა თუ გარემოებებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით შავი რეგიონში და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო აგრესია უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით. დასავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენი ორგანიზაციისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება ინტეგრაციის დაზვერვის სამსახურისა სრულში ინტეგრაციის შემთხვევაში იქნება სწორედ ეს ფაქტორი, რომ ვიცით რა დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება ქართულ რეალობაში დაზვერვის სამსახურის სხვა უწყებაში ინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში დიდი ალბათობით მოხდება ამ თანამშრომლობის ან შემცირება, ან საერთოდ განვლება. იყო ასეთი შემთხვევა 2017 წელს ინიცირებული იქნა დაზვერვის სამსახურის სუსის შემადგენლობაში ინტეგრაციის პროცესი და სწორედ შიდა კონსულტაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაზვერვის სამსახური დარჩენილი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეული, მასში ჩაიდო მთელი რიგი ინვესტიცია, რაც გულისხმობდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, რაც გულისხმობდა ახალი თაობის მომზადებას, მისი საზღვარგარეთული შესაძლებლობების გაფართოებას და ამაში არსებითი როლი ითამაშეს თავის დროზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებთან, სახელმწიფოებრივ დონეზე სტრატეგიულმა პარტნიორებთან. დავაზუსტებ, თქვენ ახლა თქვით მნიშვნელოვანი რაღაცა, უბრალოდ მინდა რომ კიდევ ერთხელ უფრო ნათლად გავიმეოროთ, მე ხო არ მომეჩვენა, გამოდის, რომ იმ ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა იყო ამის მცდელობა, ამაზე ჰქონდა უკვე კონკრეტული რეაქცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ახლა ეს რეაქცია მithumetes არ შეიცვლებოდა, უფრო დამძიმდებოდა, თუკი საქართველოს დაზვერვის სამსახური შევა სუსის ან ნებისმიერი სხვა უწყების შემადგენლობაში, დასავლეთის შესაბამისი ინსტიტუტების თანამშრომლობა, დაზვერვის სამსახურების თანამშრომლობა საქართველოსთან ამ ნაწილში უბრალოდ გაჩერდება. მეც დავაზუსტებ, ვიცით რა დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა შესუსტდება, ან საერთოდ გაქრება და დაიტოვებს დარჩება სიმბოლური თანამშრომლობის ნომინალურ დონეზე. პრინციპში ეს დიდად მოულოდნელი ვერც იქნება, რადგან მთელი ეს სისტემა ურთიერთობებისა აიგო და ჩამოყალიბდა განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში და ეს განაპირობებდა განსაკუთრებულ ურთიერთობებს საქართველოსთან ამ რეგიონში შეერთებული შტატების. მას შემდეგ, რაც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია არის შეჩერებული, დაპაუზებული, ჩვენ აღარ ვართ ფორმალურადაც კი ამხრივ სტრატეგიული
სტრატეგიული პარტნიორები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ისედაც დაწყებული იქნება, თუმცა ამ სტრუქტურულმა ცვლილებებმა შეიძლება დამატებითი პრობლემები შეუქმნას ქვეყანას. ნამდვილად ასე. ცოტა უფრო მეტად რთული შეკითხვა, რომელიც თქვენი ყოფილი სტატუსის გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ამ სფეროს ყოფილები არ არსებობენ იმ გაგებით, რომ კი არ მუშაობთ, მაგრამ ცხადია, სხვა შორის დასავლეთში ამ ხრივ არის ძალიან კარგი და სწორი გამოცდილება, უძახიან ხოლმე აი დაზვერვის community, რასაც ქვია, ხო? ანუ საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც ვეტერანობის გამო, სხვა რაღაცების გამო გადიან, ასე ვთქვათ, უშუალოდ სტრუქტურაში, ისინი რჩებიან ამ დიდი სისტემის ნაწილი, აქტიურად მონაწილეობენ კვლევებში, ანალიტიკაში და ასე შემდეგ და მათ სახელმწიფო არასოდეს არც ხელს კრავს, არც ივიწყებს, პირიქით მუდმივად იყენებს მათ სოდნას და გამოცდილებას. ჩვენთან ამ ხრივ ნომერ პირველი მტრები ხდებიან შემდეგ ეს ადამიანები, მაგრამ საქართველოს დღევანდელ სიტუაციაში დამატებითი დიდი რისკები და პრობლემები გვაქვს. ჩემი სუბიექტური შეფასებაა, რომ ადგილობრივი რეჟიმი ძალიან მჭიდრო რბილად რო თქვა ურთიერთობაში რუსულ სისტემებთან. ჩვენთან მიმართებაში განსაკუთრებით აქტიურობს თქვენი იქაური კოლეგა, ასე ვთქვათ, საგარეო დაზვერვის უფროსი. ანუ განცხადებებს პოლიტიკოსებზე უფრო ხშირად საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის შესაშინებლად აკეთებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც თვალსაზრისით ჩაბარებული აქვს ალბათ მომეტებული ინტერესის მომეტებული ინტერესი, აი თქვენს ენაზე საინტერესოდ გამოიყურება. ის ვაკუუმი, რომელიც რბილად რო თქვა, შეიძლება შეიქმნას, თუ კი საქართველოს დაზვერვის სამსახური არ იარსებებს, რის მიერ და ვის მიერ იქნება შევსებული ქვეყანაში. საინტერესო კითხვაა. მე ცოტა წარსულიდან დავიწყებ, რეალურად დასავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენ რა ტიპის შედეგებს გვაძლევდა ამ ინფორმაციას გავშლი, ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, ვინაიდან სამსახური არის მცირე ზომის და მას გააჩნია მცირე რესურსები, ეფექტიანი თანამშრომლობის პირობებში ჩვენ გვქონდა წვდომა ძალიან სენსიტიურ და ძალიან საინტერესო ინფორმაციასთან, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი იყო ქართული საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებისთვის. არ წავალ დეტალებში, მაგრამ დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ თელ რიგ საფრთხეებთან, გამოწვევებთან, მოსალოდნელ გართულებებთან დაკავშირებით საქართველოს დაზვერვის სამსახურს ჰქონდა წინსწრები დაზუსტებული მაღალი ხარისხის ინფორმაცია. თუ დასავლეთ პარტნიორებთან ჩვენი კოოპერაცია სადაზვერვო თანამშრომლობის სფეროში მინელდება ან გაწყდება, ბუნებრივია ცარიელ სივრცეს არ დატოვებს სხვა სახელმწიფო და იგი შეეცდება შეავსოს ეს თანამშრომლობის ფორმატი. ძნელი ახლა იმის თქმა, რომ იქნება ეს რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური თუ სხვა სპეცსამსახურებელი, რომლებსაც ასევე აქვთ ინტერესი საქართველოსთან დაკავშირებით, რეგიონალური იყვნენ არიან და მომავალშიც იქნებიან ნამდვილად. ვინ შეასევს ამ ნიშას ძნელი სათქმელია, იმედი მაქვს საქართველოს სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები შეძლებენ შესაბამისი ზომების მიღებას, რათა ამ ნიშის შევსება არ მოხდეს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სპეციალური სამსახურების მხრიდან. სამწუხაროდ ბატონ შალო მე არ მაქვს ამის იმედი, ვეჭვობ რომ თქვენ გქონდეთ, მაგრამ ერთ სპეციფიურ შეკითხვას დაგისვავთ. მაინტერესებს თემა, გარკვეული სპეციფიური ლიტერატურაც რაც გავცნობი ვარ, ყველაზე რთული სფერო არის სპეცსამსახურების მუშაობის კუთხით, განსაკუთრებით კადრების აღზრდის და შემდეგ ამ კადრების გამოყენების თვალსაზრისით, ანუ მათ პოტენციალის რეალიზების კუთხით, ხო? იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე, ასე ვთქვათ, საქმიანობას უკავშირდება. რასაც მიაქვს ბევრი რესურსი, მიაქვს ბევრი დროც სჭირდება ფიზიკურადაც ბევრი დრო. საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის მშენებლობას და ნებისმიერ დაზვერვის სამსახურს ჭირდება თანმიმდევრულობა, სტაბილურობა, მათ შორის ხელმძღვანელობის და ინსტიტუციონალური მდგრადობის თვალსაზრისითაც და ასევე ავტონომიურობა სხვა სტრუქტურებთან მიმართებაში, რომ არ ხდებოდეს გადინება ინფორმაციის და რაღაცა. აი ასეთი ცვალებადობა, როგორც ხელმძღვანელების, ასევე საერთოდ გაუქმშა, რა შედეგს მოიტანს საკადრო რესურსის შენარჩუნებისა და განვითარების კუთხით. ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის საფუძველზეც ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დაზვერვის სამსახური არ უნდა იყოს სუსის შემადგენელი, სწორედ ეს ფაქტორია.
ჩვენ ვიცით, რომ დიდი გამოცდილების მქონე თანამშრომლები მუშაობენ დღეის მდგომარეობით დაზვერვის სამსახურში და ეს რყევები მათში აღვივებს ნიჰილიზმს და აღვივებს უიმედობას. შესაბამისად, გაჩნდება შესაძლებლობა მიერთების შემთხვევაში, რომ ცალკეული თანამშრომლები საკუთარი ნებით ან გარკვეული გადაწყვეტილებების საფუძველზე დატოვებენ სამსახურს და ასე ვთქვათ, სამოქალაქო სივრცეში გაერევიან. მათ უკან დგას მრავალწლიანი მუშაობის დროს დაგროვილი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა, მათ შორის ისინი არიან სრულიად საიდუმლო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის მატარებლები და გაიზრდება რისკი, გაიზრდება მოწყვლადობა ამ ადამიანთა მიმართ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესებისა. ცხადზე უცხადესი ეს არის დაუწერელი კანონი, რომ განაწყენებული თანამშრომელი, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა ტიპის დაცულობის ასე ვთქვათ, სივრცეების გარეშე დატოვებული თანამშრომელი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პირდაპირი სამიზნე. ეს არის ჩვეულებრივად მიღებული დადგენილი პრაქტიკა და შესაბამისად ამ ინტეგრაციის თუ მიერთების პროცესში თუ დაიშვება ის, რომ გამოცდილი თანამშრომლები დარჩენია სამსახურს მიღმა, ან მათ შეეცვლებათ პროფესიული მიმართულება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ხალხი საკუთარი ნებით დატოვებს ბოლოს და ბოლოს სამსახურს, თან წაიღებს იმ ცოდნას გამოცდილებას და ასე ვთქვათ, გადაინაცვლებენ სამოქალაქო სექტორში. რაც შეეხება ახალი თაობის მომზადებას, ან თუნდაც ძველი თაობის გადამზადებას, ეს არის ურთულესი პროცესი, ვინაიდან ძირითადად ეს პროცესი მიმდინარეობს ფარულ გარემოში, შერჩევის პროცესი, გადამზადების პროცესი, ახალი თქვათ უნარებისა და თვისებების მათში ჩანერგვა არის სრულიად კონფიდენციალური პროცესი. განსხვავდება სხვა სპეციალური სამსახურების, რომლებიც ოპერირებენ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად სუსის თანამშრომლები, მათი გადამზადების პროგრამისგან ეს არის სტრესულ გარემოში, ინდივიდუალურ რეჟიმში, ან მცირე ჯგუფებით მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედების უნარების გამომუშავება და იქ საკუთარი გამოცდილებაზე თუ ცოდნაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება. თუ შედეგი დადგა, თუ ასეთი ოპერაციის დროს შედეგი დადგა დადებითი ის, რაც იყო, თქვათ, გადაწყვეტილი, ხომ კარგი, მაგრამ თუ იქნა გარკვეული ტიპის ხარვეზები, შემდგომში ეს ხალხი ხდებიან საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მოკვლევის, შესწავლის და ასე ვთქვათ, კონცადაჟურო რეჟიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც არის დამატებითი პრობლემა. ანუ იმის თქმა მინდა ამით, რომ დაზვერვის ოფიცრები, რომლებიც კონკრეტულად ოპერირებენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რამოდენიმე წლიანი პროცესი, მუდმივად არიან ფსიქოლოგიური სტრესის, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ამ ხალხის მიმართ გარკვეული ტიპის მოწყვლადობის კომპონენტები გაიზარდოს ძალიან მაღალია. შესაბამისად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ასეთი ხალხი ხავდეს გვერდში და თავიდან ბოლომდე გამოიყენოს მათი რესურსები, როგორც ოპერაციების ნაწილში, ასევე შეფასების ნაწილში, ასევე შემდგომში თადარიგში ყოფნის დროს სხვადასხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის. ბატონო, თქვენ საქართველოში სადაზვერო საქმიანობის მოვალეობა არ ქონდათ? იქით გამოცდილება მაქვს. გამოცდილება გაქვთ. ძალიან ბევრი ეჭვიც იყო და მათ შორის აი დღეს თამარ ნუცუბიძე ჩვენს კოლეგას ბრიუსელში ჰქონდა საინტერესო ინტერვიუ რუსეთის კგბ-ს ყოფილ პოლკოვნიკთან ბატონ გუდკოვთან, რომელიც პუტინის მიმართ κρიტიკულ ფლანგს წარმოადგენს, იძულებულია ქვეყანა დაეტოვებინა. შეიძლება ნახეთ კიდეც მისი შინაგან ჰედლაინები და ისაუბრობდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დღეს საქართველოში მოქმედი ხელისუფლების ასე ვთქვათ მართველი პირის კავშირებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მარტო საქართველოს მასშტაბის ქვეყანა, დიდი ქვეყნებიც არ არიან დაზღვეულები უცხოური ასე ვთქვათ სპეცსამსახურების ინფილტრაციისაგან. რა შეგვიძლია ვთქვათ საქართველოში პოლიტიკური პროექტის განხორციელების სხვადასხვა ფაზაში სპეცსამსახურების მონაწილეობასა და გავლენაზე. ან ვიცი რომ თქვენთვის ესეთი რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ დეტალურად ვერაფერს ვერ ისაუბრებთ, მაგრამ საზოგადოებამ და ხალხმა სისტემურად რას უნდა მიექციოს ყურადღება და რომელი ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ გამართულად, რომ ჩვენ უცხო და მით უმეტეს მტრული ქვეყნის ადვილად манипуლირებადი კვაზი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნად არ ვიქცეთ.
კონკრეტულად მაგ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვიცი მხოლოდ ის, რაც გავრცელდა დღეს საჯარო სივრცეში, ვიტყვი ზოგადად. ვიტყვი პირდაპირ რუსეთის ფედერაციას წლების განმავლობაში ჰქონდა საქართველოში სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინტერესი, აქვთ და ექნებათ მომავალში. ერთდროულად მუშაობს რამოდენიმე სპეციალური სამსახური, სადაც გამიჯნულია თუ რა ტიპის ინტერესები, რა ტიპის საკითხების გადაწყვეტაზე მუშაობენ და მათი საქმიანობის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი, აღკვეთა და შესაბამისი კონტროლზომების გადადგმა პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონდაზვრის დეპარტამენტის უშუალო ამოცანას. თუმცა მარტო კონდაზვრის დეპარტამენტის ამოცანას არ წარმოადგენს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის გამოვლენა, ეს ასევე არის მათ შორის დაზვერვის სამსახურის ამოცანა, რომელიც წინსწრებ ან სასიგნალო ტიპის ინფორმაციებს მოიპოვებს პარტნიორების საკუთარი ძალებისა თუ საშუალებების გამოყენებით და შემდგომში უზიარებს ქვეყნის შინით კონდაზვერის დანაყოფს მისი საქმიანობის ეფექტურობის ან გაშლილობის უზრუნველსაყოფად. ფაქტია, საქართველოს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ასე ვთქვათ, როლიდან შავი ზღვის რეგიონში განსაკუთრებით ბოლო წლებში წარმოადგენს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტს. აქ ასევე საყურადღებო გარემოება, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და იქ წარმოდგენილი არიან არა მარტო რუსული სამხედრო ფორმირებები, მათ შორის ოპერირებენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები, სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც ან წარმოებენ გარკვეული ტიპის მოქმედებებს. ეს არ ახალია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ამ სფეროში არის, ამ სფეროთი არის დაინტერესებული, ეს არის ცხადზე უცხადესი და ცნობილი ფაქტი. უცხო ქვეყნის შეჯამებისთვის ვიტყოდი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის აღკვეთა, დასუსტება ან პრევენციული ნაბიჯების გადადგმა ერთდროულად წარმოადგენს რამოდენიმე სახელმწიფო უწყების ფუნქციას, მაგრამ ძირითადი ფუნქციის შემსრულებელი ამ ნაწილში არის კონდაზვერის დეპარტამენტი. ბოლო კითხვა, ბატონ შალვა. სპეცსამსახურებს გააჩნია თავის სპეციფიკა. ჩაკეტილი უნდა იყოს ბევრი მიზეზის გამო, რაც მასზე კონტროლის მექანიზმებს ამცირებს. არადა ამას შეიძლება დიდი პრობლემებიც გამოიწვიოს დემოკრატიისთვის და ამის მაგალითია თანამედროვე საქართველო. ახალს არაფერს არ ვიტყვით, თუნდაც ერთი ფაქტი რომ მოვიყვანოთ, ადგილობრივი სპეცსამსახურების, მე მგონი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ისე ვთქვათ, გარღვევა, რასაც ქვია, როდესაც ათეულობით, ასეულობით, გიგაბაიტებით ჩანაწერები და ასე შემდეგ უკანონო მიყურადებების და ამის გამოქვეყნდა და ასე შემდეგ. ამის გამო ის კაცი არ მოუხსნიათ სხვათა შორის ახლა როგორც ამობენ ბაჩიაშვილის გაპარვის გამო თუ სხვა რაღაცა ამაზე კითხაობას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ფაქტი არის, გამოც უნდა მოიხსნათ, იმის გამო არ მოხსნეს. ახლა ამდენი წლის შემდეგ რატომ მოხსნეს? ისევ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ვიღაცის პერსონალური გაბრაზების შედეგი იყოს. ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ როგორი უნდა იყოს სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები ასეთი ტიპის დაზვერვით და სხვა ტიპის სპეცსამსახურებზე და რა პრობლემას ქმნის საქართველოში არსებული რეალური პოლიტიკური კრიზისი, როცა პარლამენტს არ გავს კი არა და არ გვყავს ლეგიტიმური, იქ ოპოზიციაც არ არის წარმოდგენილი, ან მართველი ძალა ოპოზიცია რომელია და ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ როცა ის პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც გადამწყვეტ როლს უნდა თამაშობდნენ ამ პროცესში ზედამხედველობის, სამოქალაქოს საერთოდ არ აქვს. ჩემი სუბიექტური პოზიცია და გულწრფელად ვიტყვი, რომ სამსახურის ხელმძღვანელობის დროს გარკვეული ნაბიჯები გადავდი იმ მიმართულებით, რომ ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მათ რაც შეიძლება დასაშვებ ფარგლებში უფრო მეტი წარმოდგენა ჰქონდეთ სპეციალური სამსახურების საქმიანობის შესახებ. მე მესმის, რომ არსებობს გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების სისტემებთან და ასე შემდგომ. თუმცა ქართულმა საზოგადოებამაც უნდა იცოდეს თუ რაში ხდება და რა ტიპის საფრთხების წინაშე დგას კონკრეტულ მომენტში სახელმწიფო, რა ტიპის საფრთხები და გამოწვევები შესაძლოა წარმოიქმნა სახელმწიფოს წინაშე და ბოლოს რაში იხარჯება მათი ფინანსური რესურსები და რა ტიპის, ასე ვთქვათ, თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს სპეცსამსახურებში. 21 საუკუნეში ცოტა ძნელია თქვა, რომ სადაზვერვო ორგანიზაციების და უსაფრთხოების ორგანიზაციების საქმიანობა მთლიანად დაშიფრული უნდა იყოს, იმიტომ რომ რეალურად ჩემი სუბიექტური ხედვა როა ამ მათ საქმიანობაში საკვანძოდ მნიშვნელოვანი შეიძლება მაქსიმალურად რომ ასე პროცენტულად წარმოვაჩინოთ, შეიძლება იყოს 20-25%. დანარჩენ ინფორმაციასთან წვდომა მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთანაც არის. განსხვავება არის უბრალოდ ეს ინფორმაცია
სპეციალისტების დაზვერვისა და უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ მათ ჭრილში მუშავდება და პარალელურად საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში რაღაც ახალი კომპონენტები ჩნდება. ზოგადად მე ვემხრობი და მივესალმები იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაც შეიძლება მეტი თუ რა ტიპის განსაკუთრებით ეხლა, როდესაც რეგიონი არის მაქსიმალურად კრიტიკულ და ასე ვთქვათ, გამოწვევითა და საფრთხებით სავსე სიტუაციაში. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს ამ თემის საუბარს მომავალში გავაგრძელებთ. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი გვეხმარებოდა იმის გააზრებაში, თუ რა შეიძლება მოყვეს საქართველოში საგარეო დაზვერვის გაუქმებას, რისი მოლოდინიც გვაქვს ამ მხაროთ ყველას, თუმცა არსებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ამ კურსის პირობებში საერთოდ ასეთი სტრუქტურების მუშაობა ძალიან დიდი დარტყმის და საფრთხის ქვეშ რო არის. ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მათი გამოყენების პერსპექტივით ამაზეც შეძლების დაგვარად და ფარგლებშიც მან მიგვანიშნა. მადლობა ბატონ შავლას. მადლობა თქვენ. რეკლამაზე გავიდეთ ახლა რეკლამის შემდეგ